მოგესალმებით, ძირფასო მაყურებლებო და მსვენელებო, დღეს შემოგთავაზებთ ვიდეოს და დღევანდელი ვიდეოს თემა იქნება რძე. არის თუ არა რძეს სასარგებლო პროდუქტი. ინა გომეს ყავს სტუმრად ალექსანდრ უსანინი. და ეს ალექსანდრ უსანინი მოგვიყვება რძის სარგებლობაზე და მანევრობაზე. ეს ვიდეო ჩაწერილია ატუთურე უпроსორად 24 წლის 13 დეკემბერს. ინა გომესი წამყვანი მესამება ყველას. ალექსანდრ უსანინიც მესამება ყველას. ინა საუბრობს წამყვანი ინა. დღეს კვება ძალიან მნიშვნელოვანიაო დღევანდელი კვება ადამიანისთვისო. და დღევანდელ დღესო ძალიან ბევრი კითხვა იბადებაო რძის სარგებლობასთან დაკავშირებით. ბევრი ადამიანი ამ საუბრობს იმაზე, რომ რძე მამია ადამიანისთვის. ბოლო დროს ჩვენ გვაქვს ნანახი, როგორც მთელი სოფლები იწვებოდა ხანძარში. და მიზეზი იმისა, რომ დღეს ძროხები არ ყავთ სოფლებში, არის ხანძარი. და დღეს სოფლებში მინიმუმ ერთი ბრძოლავი ძროხა მაინც ყავდათო. მე მახსოვს ბავშვობაში რიგრიგობით მეზობლები ტყესავდნენ თავის და მეზობლის ძროხებს. და ეს ძროხები ჭამდნენ თელ ბალახს, რაც კი იყო სოფლის გარშემო. ამიტომ არ იყო საჩიში ის ტყის ხანძრები, რომლებიც იყო სოფლების გარშემო. მე შემეშალა ის ამ ხანძრებში რომ სოფლები იწვებოდა, არის იმის ბრალი, რომ არ ყავდათ ძროხებიო. ესე იგი იქიდან გამომდინარე, რომ ძროხები ბალახს ჭამდნენ, აიცილებდნენ ამ ხანძარს, და ხანძარი ხომ ხმელ ბალახს მოყვება და რადგან ძროხები ატოვებდნენ ბალახს, ესე იგი ხმელი ბალახის არ რჩებოდა. ამიტომ თქვა უსანინმა, ძროხა რო აყავდათ, მაგიტო არ ქონდათო ხანძარი ისა. მაგიტომ დაიწვაო სოფლებით ტყის ხანძრიდან გამომდინარე. ამიტომ ალექსანდრ უსანინმა თქვა, ტყის ხანძრები არ იყო საშიში სოფლებისთვის, რადგან სოფლების გვერდით ყველა ბალახი იყო შეჭმული. ახალი დღესდღეობით იმის გამო, რომ სოფლებში ძროხები არ არის თითქმის, ისინი არ ჭამენ ბალახს სოფლების გარშემო და ეს მაღალი ხმელი ბალახი ადვილად ალდება და მიზეზია იმ ტრაგედიებისა, რა დროსაც სოფლებში ხდება ხანძარი. და მეორე ტრაგედია პლანეტაზე, რომელსაც დღესდღეობით არ აჩვენებენ, რომლებზეც არ საუბრობენ, ნოყიერი მიწების დაკარგვა. ბოლო 2-3 წელი ალბათ ჩვენ აგრესიულად გვაძალებენ მწერების ჭამას. პადმასკოვიაში, სტავროპოლში, ნოვოსიბირსკში, ომსკის სიახლოვეს აშენებულია ფერმები, სადაც აშენებენ მწერებს. უკვე რეკლამასაც აკეთებენ იმისა, რომ ისწავლეს პურის დაწყობა მწერების ქვლისაგან, აგრეთვე ხსნიან თუ როგორ უნდა გამოიყენო მწერების ქვილი პურის წარმოებაში. ხო, წამყვანი ინა გომესი ამბობს, რომ ბავშვების წიგნებში წერია, რომ მწერები არისო სარგებელი, მწერების ქვილი არისო, უпроსორად მწერების ქულს მოაქვსო სარგებელი ადამიანისთვის, რომ მწერები არისო სასარგებლო ცილოვანი პროდუქტი. ალექსანდრ უსანინმა თქვა, რომ მინდა შეგახსენოთ, რომ 100 წლის უკან ლაპარაკობდნენო, რეკლამას უკეთებდნენო თამბაქოს, რომ მოწევა სასარგებლოაო. ამერიკაშიც კი სარეკლამო კომპანიები უკეთებდნენ რეკლამას თამბაქოს, რომ მორსული ქალებისთვის სასარგებლოა თამბაქოს მოწევაო. მით უმეტეს სპორტსმენებისთვის არისო სასარგებლო. ასეთი რეკლამა ქონდა ადრე თამბაქოს ამერიკაში, რომ თამბაქო აუმჯობესებსო ფილტვების მუშაობას.
დღესდღეობით კი ყველას გვეხსნეს თუ თამბაქოს მოწევა შეიძლება სანამ შეიძლება მიგვიყვანოს. მწერებში არის ცილის რაოდენობა 48%, მაგრამ 50% მწერებისა შედგება ხიტინისგან. ხიტინი კი არის ფიტოესტრაგენი. რა არის ფიტოესტრაგენი? რა არის ფიტოესტრაგენი? იციან მაგათმა, ვინც სვამს ლუდს. და რა გავლენა აქვს ამ ფიტოესტრაგენს ჯანმრთელობაზე? ბევრი სპეციალისტმა იცის თუ რა დაავადებებს გაავრცელებენ მწერები. სტატისტიკა ამბობს, რომ 99% ყველა მწერებისა არიან მტარებელი პარაზიტული ინფექციებისა. რატომ აჩქარებენ მწერების დანერგვას საკვებში? ბოლო 150 წლის განმავლობაში კაცობრიობამ დაკარგა ნოყიერი მიწის თითქმის ნახევარი. ის მიწები კი, რომლებიც დარჩა ნაყოფიერი მიწები, ქრება თანდათანობით. მეცნიერებმა გამოიანგარიშეს, რომ თუ ასე გაგრძელდა, 60 წლის შემდეგ დედამიწაზე საერთოდ დარჩება ნოყიერი მიწა. და რატომ ხდება ეს ყველაფერი? ხდება იმიტომ, რომ ადამიანები იყენებენ ქიმიას სოფლის მეურნეობაში. საქმე იმაშია, რომ ნაყოფიერი მიწა 80-90% შედგება ცოცხალი ორგანიზმებიდან, აგრეთვე მათი სიცოცხლის პროდუქტებით და მათი როგორ გითხრათ, სიცოცხლის შემდგომ გადამუშავებული ნარჩენებით. ის ხომ ხდება, მათი ამ მიკროორგანიზმების სხეულები ხომ ხდება, როცა ხტებიან ხომ ხდება და მათი ის სხეული, დამპალი სხეულიც გამოიყენება როგორც საკვები მიწის. როდესაც ყანებში გამოიყენებენ ქიმიას, ეს ცოცხალი ორგანიზმები იღუპებიან, გუმუსის აღდგენა წყდება. გუმუსი ვინც არის, ეს არის ნაყოფიერი მიწა, შავი მიწა. კულტურული მცენარეები ჭამენ მთელ ნაყოფიერ მიწის ზედაფენას. ახლა კი არ იქნება მნიშვნელობა, რომ ადამიანი ვეგეტარიანელია თუ ხორცისჭამელი, იმ ვეგეტარიული მცენარეების მოსაყვანად, იგივე ძროხების საძოვად საჭიროა ნიადაგი, ნაყოფიერი ნიადაგი, სადაც იზრდება ბალახი. და რისი აშენება შეუძლია ადამიანს ნაყოფიერი მიწის ნიადაგის გარეშე, ეს არის მწერები. მწერებს აჭირდებათ ნაყოფიერი მიწა. რადგან მწერები იკვებებიან, მწერებს შეუძლიათ იკვებონ გვამებით. ეს იმიტომ ხდება, რომ სასოფლო მეურნეობის კორპორაციებს არ უნდათ ვარი თქვან სწრაფ შემოსავალზე. იმის მაგივრად რომ გადაარჩინონ დარჩენილი ნაყოფიერი მიწები, ისინი აგრძელებენ ამ ნაყოფიერი მიწის განადგურებას და იწყებენ მწერების გამრავლებას. ეს მწერების პროდუქციაში დანერგვა არის აგრესიული კვება, რომელსაც შეუძლია მოგვიყვანოს მძიმე დაავადებებისკენ. რადგან არის ასეთი ტერმინი ვიდავოე პიტანიე. და ეს მწერები არ შედიან ამ გაგებაში. ვიდავოე პიტანიე, ესე იგი ვიდავოე პიტანიე არის ის კვება, რასაც ჩვენ ჭამთ, ჩვენ სახეობიდან გამომდინარე, ჩვენ ადამიანები. მწერებს ვერ შევჭამთ. კი, ჩინელები ჭამენ ყველაფერს, მაგრამ სხვები ხო ვერ ჭამენ, ყველა ხო ვერ ჭამთ მწერებს. ხო, და ეს ვიდავოე პიტანიე, ვიდ არის სახეობა ადამიანის. და ეს კვება, სახეობის მიხედვით კვება მიეკუთვნება მხოლოდ ადამიანს და ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც შედის ამ სახეობრივ კვებაში, არის ნაყოფი. იგივე კაკლები, ხორბლისებური მცენარეების
კენკრები, ხილი, ბოსნეული და აგრეთვე ძის ნაწარმი. და მწერები და ხორცი არ არის სახეობრივი კვება ადამიანისა. და მეცნიერების მიმართ დამტკიცდა, რომ ადამიანი არის არა ხორცჭამია და არა რა თქვა იმ კაცმა? კიდევ თქვა მეორე რაღაც. არა ბალახი მჭამია. ხო, ასე ადამიანი არ არისო, არა არც ხორცჭამია, არც ბალახის ჭამია. არამედ ადამიანი არისო, მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელიც წარმოადგენსო ნაყოფების მჭამიას. ნაყოფ ჭამიას. მაგალითად, ძაღლის კუჭში რომ ჩადვა ხორცის უმი ნაჭერი, ეს ხორცის ნაჭერი იქ დადნება ძაღლის კუჭში. თუ ადამიანის კუჭში ჩადებ უმი ვაშლის ნაჭერს, ის დადნება ადამიანის კუჭის წვენის მოქმედების ქვეშ. ხო, ეს ხდება რატომ? რადგან კუჭის წვენი თავის ფერმენტიანად გაკუთვნილი არის განსაზღვრული ნაყოფისთვის. განსაზღვრული ნაყოფის გადასამუშავებლად, მოსანელებლად. და თუ პირიქით ვიზამთ ძაღლს მივთემთ ვარშს და ადამიანს ხორცს, მონელება არ მოხდება. ჩვენი კუჭნაწავის ტრაქტი წარმოდგენილია სცენარეული და რძის პროდუქციის მისაღებად და მოსანელებლად. ძროხები არიან ნაყოფიერების წყარო, მიწის ნაყოფიერების წყარო. დიახ, ძროხები ყოფილა. 1 გექტარი მიწა შეიცავს 700 ტონა მიკროორგანიზმს. ესენი არიან ჭიები, ხოჭოები, ობების მაგვარი, ყველა რა, ვინც შედის ამ მიკროორგანიზმებში, რომლებიც პასუხს აგებენ ნიადაგის ნაყოფიერებაზე. და ამ მიკროორგანიზმების წყარო არის ძროხის ნაკელი. ერთვინიერ დღეს ამერიკის სასოფლო სამეურნეო საბჭო მოვიდა იმ დასკვნამდე, რომ ძროხები და ხარების დაკავება შემოსავლიანია, მაშინაც კი თუ ისინი არ იძლევიან ძეს, რადგან ისევი იძლევიან ნაკელს და შადს, რომლებიც უშვებენ მიწის ბიოცინოს, ესე იგი რთავენ ბიოცინოს მიწის ნიადაგში, რთავენ ბიოცინოზის პროცესს მიწის ნიადაგში, ესე იგი ნაყოფიერიც რომ არ იყოს მიწა, ძროხის ნაკელი და შადი აცოცხლებს ამ მიწას, რადგან ბიოცინოზის პროცესს უშვებენ. ესე იგი აცოცხლებენ მიწას. 1 გრამ ნიადაგში, უпроსტად 1 გრამი ნიადაგი შეიცავს 9 მილიონ ბაქტერიებს. იგივე კარტოფილიც რომ ავიღოთ, თქვა უსანენმა. მაგნიუმის შემცველობა კარტოფილში დაიკლო 70%. ახლა ჩვენო ახლა ნერგავენო ჰიდროპონიკას. ჰიდროპონიკა ვინც არის ის მათთვის, ეს წყალზე აშენება, მცენარეების წყალზე გაშენება. მიწის მაგივრად იყენებენ წყალს. და ამ ჰიდროპონიკით გაშენებული პროდუქცია არ შეიცავს არანაირ სასარგებლო კომპონენტებს. ხო, ექიმებმა დასკვნა გამოიტანეს, რომ 90% დაავადებებისა არისო დამალული ინფექციები, რომლებიც გამოწვეული, ხო, არაინფექციური და 90% არაინფექციური დაავადებებისა არისო გამოწვეული შიმშილობით. იმის გამო, რომ ჩვენ ვერ ღებულობთო საჭირო ელემენტებს. კი, ჩვენ ვჭამთო ხილს, ბოსტნეულს, მაგრამ მათში არანაირი სასარგებლო ნივთიერებები არ არისო. და ეს არისო მიზეზი დიაბეტის, სიმსივნესი და სხვა გავრცელებული დაავადებებისა. საჭიროა რომ ჯანმრთელობის სამინისტრომ კონტროლი გაუწიოსო ნიადაგს.
ჯანმრთელობის სამინისტრო ადამიანისთვის ჯანმრთელობას არ იცავს. ჯანმრთელობის სამინისტრო არის ავადმყოფობის და მკურნალობის სამინისტრო მხოლოდ. გრამი პროფილაქტიკა ღირს მკურნალობის კილოგრამი. და ჯანმრთელობის სამინისტრომ რომ იზრუნოს ნიადაგის ჯანმრთელობაზე, მაშინ ადამიანებიც იქნებიან ჯანმრთელები. და ჯანმრთელობა კი მხოლოდ მაგ შემთხვევაში ეხება ადამიანებს თუ გაავრცელებენ ესე იგი სოფლის მეურნეობას აღადგენენ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაუმჯობესდება ადამიანების ჯანმრთელობა, რადგან ამ შემთხვევაში გაცოცხლდება ნიადაგიც. მე ახალგან დაბრუნდი კრასნოდარიდან და კრასნოდარის ჩერნოზომი მიწის ნაყოფიერი მიწის სისქე იყო 2 მეტრი ნახევარი. ახლა არისო 70 სანტიმეტრი. მაგალითად ამერიკაში ეს fast food, რომელიც იყიდება ამერიკაში ჩვენთანაც აუყვე, ეს არის ცარიელი საკვები. ეს არის ნაგავი. ქუჩებში ყიდიან ნაგავს, ხალხი იკვება ნაგვის საკვებით, fast food არის იგივე ნაგვის საკვები, რომელშიც არანაირი ელემენტები არ არის და ხალხი ავადდება და ამდიდრებენ ფარმაცევტიკას. იმისთვის კი რომ ბევრს ხომ არ აქვს საშუალება იმკურნალო. ისინი იღებენ კრედიტებს, რომ იმკურნალო. და ამით ამდიდრებენ ბანკირებს. საბანკო სისტემას. ესე იგი ტრამპმა თქვაო, რომ ჩვენ წინამდე ვთქვათ გვიწვენო სატანისტები. სატანისტებს არ ატყობთ ჯანმრთელი ადამიანები. სატანისტები არიან დროხების მტერი. სადღაც ახლა თქვა მან ადგილი, მაგრამ ვერ გავიგე. მოკლული იქნა 2,5 მილიონი დროხა ამერიკაშიც მაგალითად და ამერიკის ფორუმზე ამ ბანკების შეკრებაზე ითქვა, რომ 2030 წლისთვის პლანეტაზე უნდა განადგურდნენ მილიონები დროხები. ზუსტი თქვა ციფრი ახლა ვერ დავიმახსოვრე უცებ. და დიდი რაოდენობა დროხების უნდა იქნა განადგურებული ამ 25 წლის ბოლომდე. პირველ რიგში ეს უნდა მოხდეს სამხრეთ ამერიკაში, იქ თითქმის ყველა დროხა უნდა დაიხოცოს, რა თუნდაც მაგათ მოკლან დროხები თითქოს და ისინი იწვევენ პარნიკულ ეფექტს. მაპატიეთ, თითქოს დროხები იწვევენ სათბურის ეფექტს და კლიმატის შეცვლა არის დროხების ბრალი თურმე. იმისთვის რომ CO2 არ დაგროვდეს, საჭიროა ტექნოლოგიები ისეთი ტექნოლოგიები გამოუშვა, რომლებიც ჩვენ გვემსახურებოდნენ იქნება მუდამ. და როდესაც ნაკლები მეტალალომი იქნება, ნაკლებად ყდებოდეს იქნება ტექნიკა, იგივე უთო, იგივე წვერსასულტი, იგივე ტელევიზორი, არ იქნება საჭირო ამდენი ქარხნების ქონაში. იქნება მაგალითად თუ არის 50 ქარხანა, რომელიც უშვებს საქონელს, რომელიც იმწევა წარამარა, არ იქნება საჭირო ამდენი ქარხნების ყოფაში, დარჩება ერთი ქარხანა, რომელიც გამოუშვებს ხარისხიან ტექნოლოგიას, რომლებიც გვემსახურება ჩვენ ხანძლივად და იქნება ნაკლები მუსური, ნაკლები მეტალალომი პლანეტაზე. და სატანისტებს იმიტომ უნდათ დროხების მოკლა, რომ დროხები ეხმარებიან ადამიანებს განათებაში, განვითარებაში, სულიერ განვითარებაში. დროხები არიან კოსმოსური ანტენები. უпроსტად დროხები ასრულებენ კოსმოსური ანტენების როლს. სხვათა შორის არის ცივილიზაცია კოსმოსში, დროხების ცივილიზაცია. დიახ, არსებობს დროხების ცივილიზაცია. ლაპარაკობენ. გონიერები არიან და ცნობიერება გააჩნიათ. დიახ. და დროხა რქების დახმარებით იგივე ხარი, იგივე დროხა, ხარი მამალია, ხო? ამ რქების დახმარებით
იჭერენ კოსმოსურ ენერგიას, კოსმოსურ ინფორმაციას. დააძლევენ ადამიანებს რძის დახმარებით. უпроსტად რძის მეშვეობით. მე ვიყავი დანიაში და იქ ძროხებს უჭრიანო რქებს. ასეთი კანონი გამოვიდაო, რომ ძროხებს ყველას მოუჭერითო რქები. რომ არ დაშავდნენო, არ დაუშავონო ერთმანეთს და არ დაუშავონო ადამიანებს. მაგრამ სინამდვილეში ეს მაგიტომ არაა გაკეთებული. იმიტომ მე ხომ გითხარით თქვენ, ხო გეუბნებით. დედამიწას მართავდა, მაგრამ ახლაც მართავენ. ჯერ არ არიან წასულები კაბალა. ნაწილობრივ. და რომ ძროხებმა კოსმოსური ენერგია არ მიიღონ და რძის მეშვეობით არ გადასცენ ადამიანებს, ასეთი კანონი გამოუშვენ, რომ რქები მოჭრა. და ამ ასეთი ძროხის რძე არ იქნება რასაკვირველია სასარგებლო. არ შეიძლება მავნეც არ იყოს, მაგრამ სასარგებლო ნამდვილად არ იქნება. ეს იქნება უბრალოდ ცარიელი, ასე ვთქვათ, უბრალოდ რძე, ცარიელი ამ ინფორმაციის გარეშე, კოსმოსური ინფორმაციის გარეშე. მე-20 საუკუნემდე დანიური რძე ითვლებოდა მთელ მსოფლიოში ყველაზე გემრიელი და ყველაზე სასარგებლო. მე-20 საუკუნემდე. ახლა კი დანიურ რძეზე ამბობენ, რა მოხდაო არ ვიცითო, დანიური რძე გახდაო უგემური. ესე იგი იმ რქების მოჭრამ იმოქმედა რძის ხარისხზე და დანიური რძე გახდა უგემური. ის კი არა რძე, დღესო, ჩვენი რძეო, ჩვენ თვითონ არ მოგწონთო, ჩვენი ძროხების რძეო. მე ვუპასუხეო, ეს იმიტომ არისო, რომ თქვენ ძროხებს უჭრითო რქებს. და იმის გამო, რომ თქვენ ძროხებს მოუჭრითო რქები, რძე გახდა უგემური. ასე ვუპასუხეო. ძროხა ვერ იღებს კოსმოსურ ენერგიებს რქების მეშვეობით, რადგან რქები არ აქვს. და ვერ გადასცემს ადამიანებს რქების რძის მეშვეობით ადამიანებს ინფორმაციას, ამ ენერგიას. ამიტომ ადამიანები ვერ ღებულობენ ამ ღვთაებრივ კოსმოსურ ენერგიებს. მაგალითად, ინდოეთი განირჩევა სხვა ქვეყნებისგან იმით, რომ ძროხები დღემდე მიაჩნიათ წმინდანებად. ინდუსები ამბობენ, რომ რძე არის თხევადი რელიგია. რომ ძროხის რძე ანვითარებს ტვინის წვრილ სტრუქტურებს, რომლებიც პასუხს აგებენ შექმნელთან ურთიერთობაზე. თუ ადამიანი რეგულარულად სვამს ახალმოწვეულ რძეს, ახალმოწვეულს, ის კი არა შემდეგ რამდენიმე საათი გავა, არა. თუ ადამიანი სვამს რეგულარულად ახალმოწვეულ რძეს, მას აჭირდება წმინდა წერილების შესწავლა. მას ამ რძის დახმარებით მოუვა გაგება, რა არის კარგი და რა არის ცუდი. რა უნდა გააკეთო და რა უნდა გააკეთო. ხო, და ეს ინა გომესი ეუბნება ამ ალესანდროს სანეს. თქვენ აუვერდით ხართო დაინტერესებული და აუვერდის მიხედვითო პირველად, ესე იგი, დილის საათებში რძე უნდა დალიო დილის 4 საათი, როდესაც ძროხას მოწველიანო უცეფო და დილის წინო ახალ მოწველიერი რძეო. ალესანდრო სანინი პასუხობს, დღეს ინტერნეტში არისო ძალიან გავრცელებული კევინ კოლერის წიგნი, დაწერა წიგნი რძესთან დაკავშირებით ჩინელების გამოკვლევის შედეგების შედეგებიდან გამომდინარე. და ეს ამერიკელი ამტკიცებს, რომ ყველა ცილები ცხოველების ჩათვლით მავნია ადამიანის ორგანიზმისთვის. ინფორმაცია უბრალოდ ინფორმაციას რძის მანებლობაზე ვრცელდება ზუსტად ამერიკიდან. ამბობს ალესანდრო სანინი. მეცნიერები, რომლებიც სწავლობენ რძის ათვისების მეცნიერები, რომლებიც სწავლობენ რძის მოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე, ამბობენ, რომ რძე ითვისება დღისით, მაგრამ აუვერდის მიხედვითო ამბობს ალესანდრო, რძე არისო მთვარის პროდუქტი
და ძე მაშინ ითვისებაო თუ მთვარე არისო გამოსული თუ მთვარე ჩანსო წას ხო დილის 4 საათზე როდესაც მოწვევიან ძროხას სანამ ძე არ ამოვიდა მანამდე უნდა დალიო ძე მოწოლილი ძე ან ღამის წველა როდესაც მზე ჩავიდა მოწველი ძროხა დალიე ძლისი როდესაც აქტიურია მთვარე და ამ დროს ძე ითვისება ორგანიზმით რძე აღვიძებს ადამიანში ყველაზე საუკეთესო ასე ვთქვათ თვისებებს და ამიტომ გლობალისტებს უნდათ ყველა ძროხის განადგურება რომ ადამიანებმა რძე არ მიიღონ რომ ძის მაგივრად ხალხმა ნარკოტიკები მიიღონ იგივე დამამშვიდებლები ალისადე უსანინი ამბობს რომ ცრუ მეფის ვაჟი დმიტრი რომ არ იყო ნამდვილი და იყო თვითმარქვია მაგით მიხვდნენ რომ თავისი ქორწილის დროს მან უბრძანა თავის ზარეულებს მოემზადებინა ხპოს ხორცის კერძი მზარეულებმა ამის შესახებ შეატყობინეს ბაიარებს მაშინ ბაიარები იყო რუსეთში ხო და მეფე თურმე არ არისო რუსი გათხოვდა ხმა რადგან მაგ დროს რუსეთში ძროხის ხორცს არავინ ჭამდა საერთოდ ძროხის მოკლა მიაჩნდა ცოდვა ძროხა ხპოს არავინ კლავდა არასოდეს კი ძროხები ყავდათ მაგრამ ძროხის ხორცი არასდროს უჭამიათ რუსებს ადრე არ ჭამდნენ წესად არ ქონდათ რადგან ძროხას სცემდნენ პატივს და ამ ბოიარებმა მოსკოველებს უთხრეს ეს ფაქტი და ეს ცარევიჩი დმიტრი სიკვდილით დასაჯეს ბუკვალურად 300 წლის უკან შევენებისთვის ძროხის მოკლა იყო ძალიან მძიმე დანაშაული ძროხები არიან ყველა კოსმოსური ძალების გამტარებლები ბევრმა არ იცის მაგრამ ფიდელი კასტრო იყო ვეგეტარიანელი მაგალითად ვედებში წერია რომ ჩვენ გარშემო ყავსო ყველა არიან კოსმოსური მტარებელი დედა და მამაც არიანო კოსმოსური გამტარებლები დედა მთვარეო დედა მზეაო მამა მთვარე თუ შვილი ცელსო პატრის შობლებს არანაირი პრობლემები ცხოვრისეული პრობლემები ვერანაირი ცხოვრისეული პრობლემები ვერ შეძებონო მის მოდრეკვას და ის ვინც იცავს ძროხას იქნებაო დაცული მთელი კოსმოსური ძალებით და ფიდელ კასტროს მოცილება ბევრჯერ უნდოდათ მაგრამ ვერაფერი ვერ უქმნეს ცერეუმ რამდენჯერ მოაწყო თავდასხმა ფიდელ კასტროზე მაგრამ ის რადგან ძროხებს იცავდა იგიც იყო კოსმოსური ძალებით დაცული ის გახდა ვეგეტარიანელი 1954 წელს რადგან მას ჰქონდა კონტაქტი რადგან მან ხო მან დაეკონტაქტა ერთ ქალს რომელიც იყო ბლოკადური ლენინგრადიდან ამ ქალს ერქვა ანგელინა პროკოფის ასული კრეფჩუგი ის იყო სტაროვერების ოჯახიდან რომლებიც ხორცს არ ჭამდნენ ყველა სტარავერები იყვნენ ვეგეტარიანელები ომამდე ლენინგრადში ცხოვრობდა 9 მილიონი ნახევრად ვეგეტარიანელი და ლენინგრადის ბლოკადის დროს არც ერთი მათგანი შიშლით არ მოხდარა ხო ომის შემდეგ როდესაც მიდიოდა შესწავლა ვინ გადარჩა ეს ამ ვეგეტარიანელებისგან თუ ხდებოდა ვინ ხდებოდა ან ჭურვის ნავთხოვებისგან ბომბ დაბჩენებისგან მაგრამ შიმშილისაგან არც ერთი მოხდარა და ეს ანგელინა კრეფჩუგი გახდა შემდგომ მედდა შეხვდა ფიდელ კასტროს და რადგან ის იყო სტაროვერების ოჯახიდან მოუყვა ფიდელ კასტროს ძროხების ურთიერთობაზე კოსმოსურ ენერგიებთან და ამის შემდეგ ფიდელ კასტრო გახდა ვეგეტარიანელი და ფიდელ კასტრომ გამოუშვა კანონი კუბაზე ვინ ძროხას მოკლავდა 14 წლის აღკვეთა ემუქრებოდა იმ დროს როდესაც ადამიანის კლუბისთვის 10 წელი იყო და რატომ ატარებენ აგიტაციას გლობალისტები რომ ადამიანებმა მოიცილონ ძროხები იმიტომ რომ ადამიანებს აიძულონ თავის თავზე აიღონ მძიმე კარმიული რეაქციები
რადგან ძროხის მოკლა არის დიდი ცოდვა. ხო, მაგრამ პასუხს გლობალისტები კი არ აგებენ ძროხის კლუბაზე, არამედ აგებს ის, ვინც ძროხა მოკლა. ინა გომესი ეკითხება ალექსანდრე უსანეს. მაგალითად, ვეგეტარიანები ამბობენო, თუ ჩვენ დავლეთო რძეს, ჩვენ ამ რძეს ვართმეთ, უნდა ეს რძე უნდა წავართვათო ხპოს. და რძე გაკვეთილი არისო ამ ხპოსთვის, საკვებად. მე ვიყავი აფხაზეთში და ჩვენერად ვიცი, რომ ხპოებს შეუძლიათო გაიზარდუნო ადამიანებთან ერთად რძეზე. აფხაზეთში არისო კულტი პატივცემენო ძროხებს, იქო ძროხებს მოწოლის წინ ხპო უშვებენო ძროხასთან, ნუ როგორც ჩვენთან ხდება, ჯერ ხპოს მოაწოლიებენ და მერე წველია. ამის თქმა უნდა უსანეს. ეს ვეგანური თეორიაც ამერიკიდანაა მოსული, რომელიც გძალავს რძის დალევას. და ფაქტიურად ვეგანებიც აგიტაციას უწევენ იმას, რომ ძროხები იქნანო მოკლულები. ხო, ძროხა ვერ იარსებებს ადამიანის გარეშე. ძროხა არასდროს ყოფილა ველური ცხოველი და ვერ იქნება ველური ცხოველი. ადამიანის გარეშე ძროხა ვერ გადარჩება. ძროხა ჩვენ მოგცა გამჩენმა ჩვენი სულიერი განვითარებისთვის. ხო, უსანენა იგიც თქვა, რომ უკვე აღიარესო, რომ უცხოპლანეტელები არსებობენო. ხო, ამერიკული მთავრობისთვის, რუსეთის მთავრობისთვის და სხვა ქვეყნების მთავრობებისთვის არისო ცნობილი, რომ არსებობენ უცხოპლანეტელები, რადგან მათაც ჰქონდათო მაგათთან კავშირი. ნათელი ამ უცხოპლანეტელებისგან ჩვენ მიმართ მეგობრულად არიან განწყობილი, ნაწილი ნეგატიურად არიან განწყობილი. და მე ამიკავშირდაო ერთი ქალბატონი, რომელმაც მითხოვა, რომ იყო უბრალოდ მონაწილეაო საიდუმლო კოსმოსური პროგრამების. და რეკომენდაცია გამიწიაო მომესვენაო პენიბრელის ინტერვიუზე. მე შანს არ ვუშვებ ხელიდან, თუ რა თემასთან არ დაკავშირებული ხო? სულ ვახსენებ პენიბრელის, რადგან იმ 12 ინტერვიუში, რომელიც მე გადავთარგმნე, ზუსტად ყველა თქვენ კითხვაზეა პასუხი გაცემული. თუ რა საკურველია, თქვენ დაინტერესებული ხართ, მოусმინოთ პენიბრელის. ცოცხალი წარმომადგენელი ალექსანდრ უსანინი. მე ხომ არ ვამბობ ამას, ამბობს უსანინი და იმ ქალბატონმა გაუწია რეკომენდაცია მოусმინოს პენიბრელის. მე ერთადერთი ადამიანი არა ვარ, ვინც ამას ამბობს. ძალიან ბევრი ახსენებს პენიბრელის, იმდენად გავრცელებულია ამ ქალის ინტერვიუ. მე მის 20 ინტერვიუს მოусმინეო, ძალიან საინტერესო ქალიაო ამერიკიდან, რომელიც ახლაც მონაწილეობს კოსმოსურ საიდუმლო პროგრამებში. ახლაც მიყავე. ხო, ისინი უფრო ურთიერთობენ დაბალ ვიბრაციულ ცივილიზაციებთან, მაგრამ აქვთ ასევე კონტაქტები ზოგ მაღალ ცივილიზაციებთან. და პენიბრელი ამბობს, რომ არის გალაქტიკური ცივილიზაცია, გონიერი რასებისგან შემდგარი, ესე კავშირი არის ასეთი გონიერი ცივილიზაციების რასებისგან, რომლებიც ახლა ფიქრობენ თუ როგორ დაეხმაროთ დედამიწას. რადგან დედამიწელები დედამიწელებს უბრალოდ ბევრჯერ ანულებდნენ, ესე იგი აკრობდნენ, ანადგურებდნენ. ძალიან ბევრი ცივილიზაცია განულებული. აქამდე მათი ნეგატიური გამოვლინების გამო, მათი აგრესიული საქციელის გამო გარე სამყაროს მიმართ და საერთოდ ყველას მიმართ, პენიბრელი ამბობს, რომ მაღალი ცივილიზაციების წარმომადგენლებიო აფასებენო ცივილიზაციის გონიერებას 3 კრიტერიუმის მიხედვით. ესე იგი, სალაპარაკო მარაგში არ უნდა იყოს 500 სიტყვაზე ნაკლები, ან 500 მგერაზე ნაკლები.
ხო, ეს ის, ესე იგი, რაოდენობა ის ეკვივალენტია, როდესაც ცოცხალი არსება განარჩევს თავის ტერიტორიას სხვი ტერიტორიისაგან და განარჩევს თავის თავს სარკეში. და როდესაც ის იყურება სარკეში, ის უნდა მიხვდეს, რომ ის სხვა პიროვნება არა, არამედ არის თვითონ ჩანს ამ სარკეში და არ დაუწყებს ჩხუბს. და მაგ მაღალი მობინადრეების თქმით, ჩვენთა დედამიწაზე ძალიან ბევრი მაღალ გონიერი არსებებით ბინადრობენ, რომელშიც ითვლება იგივე კატის ცივილიზაციის წარმომადგენლები, ვეფხვები, ძროხები, დელფინები, და თუ ადამიანები არ შეცვლიან თავის განწყობას ამ არსებების მიმართ, მათი განადგურება დაშვებულია. ესე იგი, ჩვენი განადგურება ჩვენი განადგურების ნებართვას მისცემენ. რადგან თუ ჩვენ არ მიგვიჩნიენ გონიერებად, ჩვენ რასაკვირველია გაგვანადგურებენ. და ამას გააკეთებენ იმიტომ, რომ ის სხვა სიცოცხლის ფორმა გადაარჩენონ. ახლა მაგალითს მოგიყვანთ აგერ. ახლა ხარ გლობალისტებზე იყო საუბარი. თუ გლობალისტები დაიჩემებენ ძროხების განადგურებას და ხომ აქვთ ახლა ამათ ჩაფიქრებული, ამდენი უნდა განადგურდეს ძროხები. ამის უფლებას არ მისცემენ. არაფრის არ მისცემენ უმიზედოდ ძროხების განადგურების უფლებას. აუცილებლად მოხდება რაღაც დაუშვებენ ისეთ კატაკლიზმას, ისეთ ბუნებრივ რაღაც მოვლენას დაუშვებენ, რომ იმ ხალხს, ვინც ამ ძროხებს მოკლავს, გაანადგურებენ იმ წუთასვე. იცოდეს დღეს ბუმერანგი ხელად ბრუნდება კარმის ბუმერანგი უკან. ხელად. არ დაგელუდებიან შენ, რომელ ცხოვრებაში მოხდები, შემდეგ ცხოვრებამდე არაფრით არ გელუდებიან. ადრე თუ დაუშვათ ამ ცხოვრებაში არ ეწეოდა კარმა, შეიძლება მეორე ცხოვრებაში ისეთ დღეში ჩაეგდოთ, ახლა ამასე არა. ამ რეალობაში მოხდება კარგად უკანალში. ან უკანალში, ან კეფაში. 1988 წელს გაზაფხულზე კალმიკის პრეზიდენტმა, შახმატური ასოციაციის პრეზიდენტი, BBC-ზე ლონდონში და რადიოში ვერცხლისფერი წვიმა მისცა ინტერვიუ, სადაც ის ამბობდა, რომ კონტაქტი ჰქონდა მაღალ ცივილიზებულ წარმომადგენლებთან, უფროსი ძმები, გონებით უფროსი ძმები, ეს კალმიკის პრეზიდენტი აიყვანეს თავის ხომალდზე და მთელი ღამე აკატავებდნენ მთელ სამყაროში, კოსმოსურ სამყაროში. როდესაც მას აბრუნებდნენ უკან, თქვენ მარტო ჩემთან რატომ ურთიერთობთ? მოდით ოსტანჯინოვში მეთქეთ პირდაპირ ეფირი გავაკეთოთო. ხო, ხალხი მიხდება, რომ ჩვენ მარტო არა ვართო სამყაროში. და ამ ხომალდის კაპიტანმა უთხრა მას, დედამიწელები ჯერ არ არიან მზად და მისმა დამხმარე დაამატა, ისინი ჭამენ ხორცს. მანამ სანამ ადამიანები ხოცავენ სხვა ცოცხალ არსებებს, ისინი არ არიან გონიერი ცივილიზაცია. და ჩვენ ახლა ცხოვრობთო, ამბობს უსანინი, ძალიან საშიშ სიტუაციაში. როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ რუსეთ-უკრაინის ომზე, ჩვენ ნერვიულობთ, რომ ჩვენი ძმები სლავენები იხოცებიანო ამ ომში. ორივე ხომ სლავენებიაო. სირიაში მუსულმანები ხოცავენ ერთმანეთს. ყველა მთელი ეს კონფლიქტები არის ცოდვილი რეაქციები ცოდვის გამო. იმის გამო, რომ ჩვენ კვლავ ცხოველებს. ჩვენი სეონების გამო. იგივე ბიბლიაში, საისწინში, გამოსვლის წინშიც წერია, რომ ის ვინც კლავს ხალხს, ისევე ცოდავს, როგორც ადამიანის კლელი. ყოველი წვეთის სისხლის დაღვრისთვის სამაგიეროს მოგთხოვთო. ხო, და მეო თქვენ ლოცვებს არ მოვისმენო. მეო ზურს შეგაქცეთ, როდესაც თქვენ
ძლიერი ლოცვით მომართავთო მე. სანამ თქვენი ხელები იქნებაო სისხლიანი, მე თქვენ ლოცვებს, თქვენ თხოვნას ყურადღებას არ მევაქცევო. ხო, ალექსანდრე სანინი ამბობს, როგორ შეიძლებაო რძე გახდესო მავნე ადამიანისთვის. რძე ადამიანისთვის მავნე ხდებაო მაშინ თუ ეს რძე არისო მაღაზიის. რადგან ადრე ხალხი სვამდაო ვედროებით რძეს. ხელად როგორც კი მოიწოლებოდაო იმ რძეს სვამდენო. ვედროებით სვამდაო და ყველა იყო ჯანმრთელი და ყველა ხანძრივად ცხოვრობდაო. და მაღაზიის რძეში უმატებენო ანტიბიოტიკებს დიდი რაოდენობით. აუვერდა კი აქებს რძეს. მაგრამ კიდევ მინდა გითხრათ, წინა ვიდეოში ვეგეტარიანელებზე მე რო გადავთარგმნე, იქ თქვა უსანინმა, უნდა დალიო ხელათო ახალი მოწოლილი რძე, მხოლოდ იმ ახალ მოწოლილ რძელს მოაქვსო სარგებელი ორგანიზმისთვის. აი შეადარეთ სოფლის ადამიანი ქალაქელს. საკურელია სოფლის ადამიანი უფრო ჯანმრთელია. თუ ადამიანმა მხოლოდ რძე დალია, რომ სხვა პროდუქტი არ მიიღოს, მას ის ეყოფა. იმდენი ვიტამინები და ელემენტებია ძროხის რძეში. მარტო დიდ რომ იკვებოს, იგიც საკმარისია ადამიანმა რომ გაძლოს. ინდოეთში არის ბევრი იოგა, რომელიც იკვებება მხოლოდ ახალი მოწოლილი რძით. მაგრამ რიგვედა ერთ შენიშვნას გვაძლევს. თუ ეს რძე ძროხას წართვით ნადავლადევად, ესე იგი მოწოლა არ უნდა, მაგრამ ძალით მოწოლე, ეს რძე არის, ეს რძე გახდება მიზეზი მრავალი დაავადებებისა. და თუ ჩვენ ძროხას ვართმევთ ხპოს და ამ ხპოს ვკლავთ, ეს არის ძალადობა. თუ ძროხა იძლევა რძელს სიყვარულში, ესე იგი მამაჩემს ყავდა ადრე ძროხები. ორი ძროხა მაინც ყავდა თავის ხვევიანად და ჩვენ ძროხას წესი ჰქონდა. თუ ხპოს არ მივშვებდი, რძეს არ მოგცემდა. ხო მოწველიდი, უნდა მიგეშვა ხშირად ხპო, რომ მოეცა რძე. ხპოსთვის ინახავდა რძეს. და ხპოს რომ მიუშვებდნენ, ხო დაიწყებდა ხპო წოვას. მაშინ წამოვიდოდა რძე და ჩემი დედინაცვალი დაიწყებდა წველას. მეც მაქვს ძროხა მონატმევით ძროხის წველა. ახლა ვერ მოგწველი. და როდესაც ამ რძეს ჩვენ ვართმევთ ძროხად ნადავლადევად და მაგ რძეს ვსვამთ, ასეთ რძეს სარგებელი არ მოაქვს ჩვენთვის. ძროხამ სიყვარული სავსე რძე უნდა მოგცეთ.